მათვის ვინც ქრისტესთან იქნება საყოველთაო აღდგომის შემდეგ, როდესაც სული და ხორცი აღდგომა იქნება დროებისას და ცოცხლებისას და ასევე მათი ქრისტეს მარცხნივ დაყენება. კი ბატონო. ვისაც მარცხნივ დაყენება, აი მათვის როგორ გრძელდება მეორედ მოსვლის შემდეგ სიცოცხლე. მათვის ვინც ქრისტეს მარჯვნივ იქნება და მათვისაც ვინც ქრისტეს მარცხნივ იქნება. თვითონ სიცოცხლეს დასასრული არ აქვს. არც მარცხნივ, არც მარჯვნივ. ეგ არ არის დასასრული. როგორ გრძელდება აი ამ ყველაფერში? ერთისთვის არის ტანჯვა, მეორესთვის არის ნეტარება. აი ქრისტეს წიაღში მე ვიცი ის რაც წამიკითხავს და იმაზე ნაკლებს რაც წამიკითხავს, იმიტომ რომ ყველაფერი არ დავამახსოვდა რაც წამიკითხავს. ანუ რაც დავამახსოვდა ის ვიცი მე და რაც წამიკითხავს ის კიდე ზღვაში წვეთიც კი არ არის სინამდვილესთან შედარებით. თვითონ მოციქულები რო ეკითხებოდნენ, მოციქულები რიგით ხალხი კი არა. ეკითხებოდნენ სათანადო შესახებ, საოცარი პასუხი თქვა მაცხოვარმა და რო გამახსენებდა სიტყვები გამეღიებება ხოლმე. მიწისას გეუნებითო და იმას ვერ გებულობთო და ცის რო გითხრათ იმისას რაღაც აიგებთ. ხო და ეს აი რთულია ეს ამაგი მე ვიმჯელო, მაგრამ რაც ვიცი იმას გეტყვი. სიცოცხლე არ თავდება თვითონ, სიცოცხლე არ ქრება. როგორც ჩვენი სიცოცხლე არის, როგორც სხივი. სხივს აქვს დასაწყისი და დასასრული აღარ აქვს. ესაა ჩვენი სიცოცხლე. სამ ადგილზე იმყოფება ადამიანი თავის არსებობის მანძილზე. პირველი დედიწიაღია. აქ რომ მოვდივართ, მაშინ კი არა ჩვენი გაჩენა. დედიცე ჩასახვის დროსაც ჩვენი გაჩენა, სულის გაჩენა. დედიწიაღი, მე ეს ქვეყანაა და მე რა ქვეყნა გასვლა კიდე საერთოდ. და ერთისთვის არის ტანჯვა, მეორესთვის არის ნეტარება. და არის საეკლესიო სწავლება ასეთი. აი მაგალითად ტანჯვა რომ რო არ იყოს ადამიანი ტანჯვაში ღმერთს უყვარს ის. გადმოიყვანოს აქეთ კაცო სადაც არ არის ტანჯვა, ხოლო თითქოს არ შეკითხო. საქმე რა შეცი? ამ ტანჯვაში ის ღმერთის ნებით კი არ არის, თვითონ არის ადამიანი. შეიძლება ჩავაზღვრო. აბა კი, შეიძლება მე ვერ გავიგე. აი ბევრჯერ მომისმენი ესეთი ქადაგებები სასულიერო პირებისგან, რომ სიცოცხლის არსებობა ასეთი ფორმით დედამიწაზე დასრულდება. ამ ფორმით არსებობა დასრულდება, კი. და აი მე როგორი ფორმით გაგრძელდება. აი ეს მაინტერესებს. ახალიცა და ახალი მიწა შეიქმნება, ხო და ჩვენ ორივე ვიქნებით იქ და მე ვილაპარაკოთ მართლაც. გავაგზავნოთ მე ლაპარაკ. ახალიცა და ახალი მიწა რო შეიქმნება, ნამდვილად ვიცი. და ამ მიწაზე სიცოცხლის არსებობას ღმერთი კი არ დაასრულებს. ჩვენვე მოუღებთ ბოლოს. ჩვენივე სახლს, სადაც ჩვენ ცხოვრობთ. ესაა დედამიწა. სახლია ჩვენი. ჩვენ ავაფეთქებთ თვითონ კაცობრიობა. ეგრეთ წოდებული ცივილიზაციით. გისმენ შეკითხვა? კი. ზოგი რო ჩანს და ხედავს ვიღაცები და ზოგი ვერ ხედავს. აი და თქვა ობიექტივმა დააფიქსირა სული და სულის დაფიქსირება შეუძლებელია, ჩემო კარგო, იმიტომ რომ სული მატერია არა, ობიექტივი მატერიას ვერ დააფიქსირებს. ფეიქი, კი. სულის დაფიქსირება ეს არ არსებობს. და თან კიდე არის ესეთი რავი, კი ახლა თან არის რა არის იცი, როცა სულებზე ლაპარაკი და მე ვნახე ერთი იყოს მაგალითად კონკრეტულად ჩემი და ერთი ადამიანის ვინმეზე ახლა რო არ ვიმარჩიელო ვეკითხები. აი მე ვნახე გამომეცხადა იესო ქრისტე ის მეუნება. აი მე უთხარი გამოგეცხადა კარგი მეთქი, მაგრამ რა გითხრა მეთქი? არა არაფერი არ ვთქვი. ანუ შეთა მოვიდა ისე რომ მეზობელთან და თუ გადასულხარ მეთქი ყავი დასალევად მეთქი და კი გადასულვარ და ანუ ყავი დასალევად მეზობელთან გადადიხარ და არა ელაპარაკები? უბრალოდ დალიეყავ და წამოდი? ანუ შენ არ მიდიხარ მეზობელთან ისე რომ არ დაელაპარაკო. და ქრისტე მოვიდა შენთან ისე რაფილა გითხრა? ანუ საქმე არ ქონდა ერთობოდა თუ რა ხდება?
საქმე იმაშია, რომ არანაირი ქრისტე არ მოსულა. ნებისმიერ ქმედებას ნახე სასწაულსაც კი არ ახდენს, არც ერთ სასწაულს არ ახდენს სასწაულისთვის. აუცილებლობიდან გამომდინარე აკეთებს სასწაულს, მაცხოვარი. როცა სასწაულს თხოვენ, ნახეთ, სასწაულს თხოვენ მაცხოვარს. მოგვეცი სასწაული და დაგიჯერებთო, რას პასუხობს? სასწაულს უკეთებს? ახალ მიმდევრებს გავიჩენო? პასუხობს ასეთ რამეს. ბოროტი და მემრუშე მოდგმა ეძებს სასწაულსო და სასწაული მათ არ მიეცემა. ანუ სასწაულიზე გამოკიდება, აი თქვათ ხილვებზე გამოკიდება, საჭირო არ არის. ეგ მიყავხარ მაგას რაღაც სახის სტუნებამდე, სხვა სახის სტუნებებამდე არსებობს. ასე რომ სულის არსებობა ნამდვილია, მაგრამ ნახა თუ არა ვინმე ეს, მე არ ვიცი. დიდი ალბათობით არ ნახა და ბოროტისგან იყო. შეიძლება ნახა კი ბატონო, მე კი არ უარყოფ, მაგრამ ჩვენ მაგაზე არ უნდა ავაწყოთ რაღაც ჩვენი ვთქვათ რელიგიური ხედვები იქნება თუ გეგმები, არ უნდა ავაწყოთ მაგაზე. ერთხელ შემთხვევა გქონდა ეს გაგიკვირდება და ასაც ვიტყვი ახალგაზრდა გოგონა მოდის მეუნება, ბებია მოდისო და ბებია მელაპარაკება აქვს. მე უთხრა რა გარდასაკვირები, არა გარდაცვლილია. მელაპარაკებაო რა. არა, ცხადში მოდისო. აი, ცხადში. მე უთხრა რა ბებია როგორ მოვა? არა, და შევატყვე უკვე შემეწინა ამდეგა. მივხვდი რომ თლად მარტივად არ იყო საქმე. და კითხვებს დავს, კარგი მე უთხრა შვილო, კითხვებს დაგისვა მეთქი. რას გეუბნება მეთქი? არაო, გეხება მეთქი, ჯერ გავიგებ მდგომარეობა. ფიზიკურ გეკიო. რო გეხება, ხა აი ხელი რო დავიდებ მკლავზე, მე ვიგრძედი, რო ხე რაღაც შემეხო. ანუ გძნობ მეთქი შეხევასო, კიო. მე წარმოვიდგინე რა დონეზე იყო. ხო და დარწმუნებული იყო რომ ბებია იყო. მეთქი როგორ დავეხმარო და მადლობა ღმერთს რა მოვიფიქრე. ბებიას თუ უყვარდი მეთქი შვილო თქო. კიო. ბებიას რომ გაეგო, ცოცხალი როცა იყო, რომ შენ დაიწყე ეკლესიაში სიარული, გაეხარდებოდა თუ ეწყინებოდა თქო. გაეხარდებოდაო, მორწმუნე იყოო, მერტი წამდაო. მაშინ მე უთხრა, როცა მოვა ბებია, უთხრა. ასეთ რამე ტექსტი უთხარი, უბრალოდ ეთხოვნა მაგ რა არის ეს რო უთხრა, ხო? მე ქრისტესი ვარ. ფუი ეშმაკს. ეს თქვი მეთქი რა, ეს რამდენიმე სიტყვა თქვი, ფუი ეშმაკს მე ქრისტესი ვარ. მერე მოდი რომ მოხალჩე და მომიყევი რა დიალოგი გაიმართა. როგორც კი ბებია, ანუ რას გეტყოდა მეთქი, ბებია სიცოცხლეში რას გეტყოდა? გაეხარდებოდა, კაცო. მოგეფერებოდა თუ გაგლანძღავდა თქო. შევეკითხე. ნუ მომეფერებოდა, გაეხარდებოდა, ეწყინებოდა, არ ეწყინებოდა. რომ მოვიდა რა მომიყვა, როგორ ფიქრობთ? აქ რა კი არა, ლანძღვა გინება და ტექსტი არ გაინტერესებს კიდე აყევი შენ, აყევი მაგ გაბუზგულებსო და დაგაყენებე გზაზეო. აი ეს ტექსტი მითხრა. როგორ ფიქრობთ ახლა ეს ბებია იყო? აი ეს უდელეს გაბუზგულობა იქითაც აწუხებთ. მარტო ამიცაზე არ აწუხებთ, იქითაც აწუხებთ. დიდი არ იქნება ეს. ხო. ეს მოჩვენება იყო. ბოროტისგან იყო ეგ. ბოროტისგან იყო და ცოტა ხანში მას ფსიქიკურად აჭრიდა. ეს იყო ბოლო ფინალი. ცოტა ხანში გადავიდო და ჭუიდა. ეს არის ბოროტის მიზანი, რომ არ შეიძლება მეტი ადამიანი ჩაითრიოს, დაღუპოს, გაანადგუროს. ადამიანები, რომლებიც ეგრეთ წოდებული ჰალუცინაციები როაქვთ, ისინი მართლა უყურებენ იმას. კი არ იგონებენ. მაგრამ მისი გონება აღიქვამს უკვე სხვა სამყაროა, მე ახლა ექიმი არა ვარ, ვერ ვხსნი ამას. არც ერთი ადამიანი ფსიქიკურად აჭრილი, როცა ამტკიცებს, რომ ლენინი ვარო, არ იტყუება. ნაპოლეონი ვარო, ხوارი ფსიქიატრიულში ხო ზის ხალხი კაცო. ნაპოლეონი ვარო, ლენინი ვარო, რა ვიცი, სავარო, კეისარი ვარო, ვიღაცა არც ერთი არ იტყუება. მართლა ჯერავს რო არის. ხედავდი რაღაც სხვა, აი მაგ ფარდა მაგ რაღაც ხედვა იქ და ხო, მაგრამ ხოზე რეალობი და სხვაგან არის. ანუ მიტო არის ფსიქიკური აშლი. იქამდე მივიდოდა. ასე რომ სულებზე აქცენტის გაკეთება, მათ ხედვაზე აქცენტის გაკეთება 10 და 9 შემთხვევაში დაასრულებს ფსიქიკური აშლილობა. არის ეშმაკისი. ფსიქიკური აშლილობით დაასრულებს, ეს უფრო მეტი საშიში სიტყვაა და უფრო დაგაშინეთ, ვიტო ამბობ ამას. ხო. როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, მისი ოჯახის წევრები ვცდილობთ, რომ
სულის